კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი კომისიის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ჩიკიშვილი. შემოგვაქცევით ცვლილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შეჯერებული ვარიანტი შეგვიძლია რომ ამოგედინავდა და თასაკი განხილება ამოქმედება. ნამდვილად დღევანდელი უმაღლესი საბჭოს კომისიების გაფართოებული სხდომა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გარკვეული სახეობის კონტროლი საქმიანობაზე სხვადასხვა უწყებებში არ ხორციელდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიერ და ეს ხორციელდებოდა საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ. ამიტომ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით და აჭარის კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხები, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ სამინისტროს დელეგირება უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აწარმოოს გარკვეული კონტროლი მექანიზმი იმ დაწესებულებებისა, რომელიც დაწესებულებებით შესაბამისი პროფილით მუშაობენ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამიტომ დღეს ჩვენ ორი საკითხი განვიხილეთ, რომ პირველი საკითხი მოგეხსენებათ გასულ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 13 მიზნობრივი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც აწარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისდაცვის სამინისტრო, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თებერვლის თვიდან უნდა შეიქმნას ერთიანი სადაზღვევო ფონდი და ამავე დროს აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში შექმნილი არის სოციალური მომსახურებების სააგენტო, რომელსაც ასევე ევალება დელეგირებით გადაეცემა აღნიშნული ფუნქციები. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისდაცვის სამინისტრო გაგვეთავისუფლებინა და შესაბამისი უწყება სოციალური მომსახურებების სააგენტო განახორციელებს ამ პროგრამების მონიტორინგს და მათ განხორციელებას და მეორე საკითხი, რომელიც დღეს განვიხილეთ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, ეს არის, რომ დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა ეს იქნებოდა კერძო თუ სახელმწიფო დანიშნულების სამკურნალო დაწესებულებები, მათში კონტროლის განხორციელების უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალური საკითხთა სააგენტოს. რასაც ჩვენ თავაზობთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისდაცვის მომსახურება უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მაღალ ხარისხის შესაბამისად კონტროლი ჭირდება და ჩვენ აი ზუსტად მაგაზე ვაპელირებდით, რომ აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში თუ არის შექმნილი და სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ მექანიზმი ჰქონდეს კარგი მუშაობის შესაბამისი სამინისტროების სახით, მაშინ ამ სამინისტროებს დელეგირებაც უნდა მივცეთ, უფლებაც უნდა ვიცეთ, რომ ეს საქმიანობა აწარმოოს. ვთვლი, რომ ჩვენ შესაბამისად დავასაბუთებთ და შესაბამისად აისახება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას.